დაკავებული გამოყავთ ახლა თქვენ ხედავთ დაკავებულს ფორმულას მიერ ექსკლუზიურად გადაღებულ კადრებში ჩანს თუ როგორ გამოყავ ჩინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სავარაუდოდ უკვე განიარაღებული პირი სასტუმრო ჰოლიდეი ინიდან. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულმა სასტუმროს ნომერში გაისროლა და საფრთხე შეუქმნა იქ მყოფ დამსვენებლებსა და მომსახურე პერსონალს. სასტუმრო ჰოლიდეინში სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დაახლოებით შუადღის 2 საათისთვის გამოჩნდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახური, რომლებმაც უსაფრთხოების მიზნით სამაშველო გასაბერი ბალიში გაშალეს, სწორედ იმ ნომრის ქვეშ, სადაც შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. დაკავების ოპერაცია რამდენიმე საათს გრძელდებოდა. ჰოლიდეი ინის ტერიტორიაზე მალევე გამოჩნდა თბილისის პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები. სირაძე მოკლე განმარტებით შემოიფარგლა, სადაც არც საქმის დეტალებზე ისაუბრა და არც ის დაადასტურა, იყო თუ არა ნამდვილად შეიარაღებული დაკავებული. იყო ნამდვილად გასროლა და არის თუ არა დაშავებული. შეტყობინებაში როგორც აღნიშნული იყო და როგორც სასტუმროს პერსონალმა განაცხადა, გაიგეს სავარაუდოდ გასროლის ხმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტულად ნომერში შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ამ ინფორმაციას დავაზუსტებთ. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება არ არის დასრულებული და დაზუსტებით ვერ გეტყვით, შესასრული არ არის თუ არ არის ამოღებული. ოდნავ მეტი სიცხადე საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულმა განცხადებამ შემოიტანა. უწყებამ გასროლის ფაქტს გვერდი აუარა და მხოლოდ ის თქვა, რომ დაკავებული სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ადგილზე მისვლისას დადგინდა, რომ აღნიშნული სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში ჩაკეტილი იყო ერთი პირი, რომელიც სასტუმროს პერსონალს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. სამართალდამცველების მიერ აღნიშნული პირი დაკავებულია შემთხვევის ადგილზევე. ჰოლიდეი ინის წარმომადგენლის ვერსიით დაკავებულ სასტუმროში ყოფნის დრო ამოეწურა და უარს აცხადებდა ნომრიდან გამოსვლაზე, რის შემდეგაც უსაფრთხოების სამსახურმა პოლიციას მიმართა. ჰოლიდეი ინის წარმომადგენელი ვერ გვიდასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიას. ნამდვილად ემუქრებოდა თუ არა დაკავებული სიცოცხლის მოსპობით სასტუმროს პერსონალს. არც იმაზე საუბრობს, გაისროლა თუ არა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაკავებულმა. უმარი რომელიც იმყოფებოდა ჩვენთან ოთახში არ ტოვებდა ოთახს, მისი გასვლის დრო იყო და არ გამოდიოდა, გაუზია წინააღმდეგობა ჩვენი დაცვის თანამშრომლებს, შესაბამისად მათ დალეკეს პოლიციაში. დიახ, აი გასროლასთან დაკავშირებით რამდენად შეგიძლიათ ეს ინფორმაცია ან დაგვიდასტუროთ ან უარყოთ? სამწუხაროდ ვერ ვადასტურებ, იმიტომ რომ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დიახ, მუქარასთან დაკავშირებით ემუქრებოდა თანამშრომლებს სიცოცხლის მოსპობით. ესეთი ინფორმაცია გავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ამიტომ გეკითხებით. ხო, ამასაც ესე ზუსტად ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცით რას ამბობდა, მაგრამ ფაქტი თვითონ ის იყო, რომ წინააღმდეგობას უწევდა, ანუ არ გამოდიოდა ოთახიდან. ოფიციალური ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რა მოხდა რეალურად სასტუმრო ჰოლიდეი ინში, წესით ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა ისაუბროს. თუმცა ფორმულას წყარო მიაწოდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში სროლა და დაპირისპირება ფინანსურ დავასა და თანხების გაყოფას უკავშირდება.